პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი ნეიტრალური საქართველო ბრიფინგი გამართა. როგორც ნეიტრალურ საქართველოში აცხადებენ, უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უკიდურესად არარელევანტურია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელება. როგორც ნეიტრალურ საქართველოში აცხადებენ, ნარატივი, რომელიც გულისხმობს ნეიტრალიტეტის იდეას, როგორც რუსეთის წინაშე კაპიტულაციას, ცრუა და სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას. კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივების შესაბამისად წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალური სტატუსის სწორად აღქმას. ნატოში გაწევრიანების უსაფრთხოების ქოლგად, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია წარმოჩენა თავშივე უშედეგო და მცდარი იყო. ამ გზაზე სვლამ ჩვენ ქვეყანას 25 წლის განმავლობაში არაერთი მძიმე დარტყმა მიაყენა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არაპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება. ამიტომ პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას ხელისუფლების წინაშე.